ცეცხლი რომელიც არ აწვავს ჩემი თვალით მაგ ნანახი და ჩემს სახელზე შეგრძნობილი იმავე ცეცხლმა გახეთქა მარმარილოს ბოძი ესე იგი რამდენად დიდია ღმერთის ძალა ხო ხვდებით ჩვენ ვართ ბედნიერები და უფალს მადლობას უთვლით იმის გამო რომ აი მე ვერც კი წარმოვედგინა თუ 4 5 6 წლის წინ 2006 წელს დათო იერუსალიმში გაემგზავრა 10 წლის შემდეგ ვიждებოდით ესე იგი ჩვენ საკუთარ ტელევიზიაში და მოვაწყობდით თელიერი სამჯაროზე გამოვიტანდით ესე არა მარტო ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ტელევიზიები მათ შორის იმედს განსაკუთრებით მადლობას ვუხდით ამ ესე იგი და სხვა ტელევიზიებსაც რა თქმა უნდა თქვენ წარმოიდგინეთ რომ რატომ ამბობ ამას რასაც დავსვეკავებთ რომ როდესაც დათოს მე ხაზგასმით ვთხოვე დათო არ წამოხვიდე ისე რომ ცეცხლი არ მოიტარო სახეზე ისეც არ წამოვიდოდი ხო და ეს კადრები ახლა აი ფიზიკის ექსპერიმენტალური ფიზიკის ესე იგი დონეზე განსახილველად წარმოჩინება თქვენ ერის მთელი ერის საკეთილღაოდ ასე ვთქვათ რა როგორ შეიძლება რა 33 სანტელი მოიტაროს ადამიანმა და არ დაწვას არც ვერი არც წამწამები არც თვალები არც კანი როცა ეხლა ამ წუთში მე ვერ გავბედავდი ვერანაირად 1 სანტელიც დავინთო და მოვიტარო სახელზე ძალიან ხშირად ყველა გვედავებიან ფორუმზეც ხოლმე გვედავებიან რომ ვეუბნები მარტივად რომ აიღეთ 1 სანტელი ელემენტარულად აანთეთ და მიიტანეთ ხელთან თან იყოს იგივე რაც იმ 33-შია ძაფი ანუ რომ მე არ დაგვაბრალონ რაღაცეები მოდით ერთხელ გავაჟღეროთ მე კიდე გავიმეოროთ ხო დავით სანამ გადმო ეხლა კიდე მოცეცოთ ფიზიკური პროცესი არის ესეთი რომ როდესაც ექსპერიმენტზე რაღაცა მოვლენას ჩვენ ექსპერიმენტზე ვაფიქსირებთ და მის შედეგს ვაანალიზებთ ის ხდება აი ეს ჩაშმარიტება მას შემდეგ როდესაც არ უნდა გავიმეოროთ ზუსტად იგივე პირობებში ზუსტად იგივე შედეგი უნდა მივიღოთ ეს არის ფიზიკის დაუწერელი ანუ ექსპერიმენტული ფიზიკის დაუწერელი ანბანი წარმოიდგინეთ ეხლა რა ექსპერიმენტია აი რა თქვენ რაც იხილეთ კადრები მაგას კიდე გავუშვებ ჩვენ და განვიხილავთ ეხლა ჯერ არა არ შეეშალოს რეჟისორს იწყება ასე ეს კადრები რომ მანეკენი იღებს 1 სანთელს ესე ჩვენი ბრეული ჩიკოვანი მახსოვს ესე იგი ჩემი მეგობარი ირაკლი თუ მალხაზი აღარ მახსოვს რომელი იყო მიქაელ ჩიკოვანი ხო მიდის მანეკენთან წვარი სპეციალურად გაუკეთეთ ადამიანის წვერი ალო გისმენთ ქალბატონო ბატონო გიორგი ბატონო დავით დიახ ალო გისმენთ ბატონო გიორგი ბატონო დავით მოგესალმებით ოსურგეთიდან გილოცავთ რამდენ აღდგომის გილოცავთ ერთმა მრავალს დაგასწროთ ერთადერთად იცოცხლე ყოვლადწინ ალო დიახ ძანეთ ქალბატონო ტელეფონით გვესალმებით გილოცავთ დიდი მადლობა თუ შეკითხვა არა გაქვთ გილოცავთ ტელეფონით გვესალმებით ერთმა მრავალს დაგასწროთ მოგილოცავთ ბატონო გია მე ის ვარ ოზურგეთიდან რომ გიკავშირდები ხო თქვენ შემოვალეთ იცოცხლე მარინა რაღაცა როგორ ახართ მარინა ერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენთან ერთად წყალობა დედახვისას წყალობა და ღირსი მამა გაბრიელის ლოცვა და წყალობა არ მოკლებოდეთ თქვენთან ერთად ვარ ზეფიური ცეცხლის მოლოდინში იცოცხლე გაიხარეთ მე სულ თქვენი გადაცემის მაყურებელი ვარ პირველი გადაცემიდან პირველი პირდაპირ ეთერიდან და ბატონო დავით თქვენ ასევე ძალიან დიდ მადლობას გიხდით რომ გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა სატელევიზიო ეთერში და რუბრიკა ენა მამული სარწმუნება დღითით რომ გადმოიტანეთ ყველა თქვენ გადაცემას უყურებთ გაიხარეთ ჭეშმარიტი მამულიშვილები ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები ხართ იცოცხლეთ იბედნიერეთ ძალიან მიყვარხართ ძალიან მეიმედები დიდი მადლობა მარინა ოჯახს დაგილოცავ დიდი მადლობა აღდგომის მადლით გაძლიერებული ყავით გააგრძელება ხო ესე იგი სად გავჩერდით უფას ტელემაყურებლებო რომ წარმოიდგინეთ რომ ესე იგი ჩემი მიქაელ ჩიკოვანი მიდის მანეკენთან ესე იგი და მანეკენს სახეზე გაკეთებულ წვერზე 1 საათს გაატარებს და გამოატარებს თქვენ ეს დღეს იხილეთ და კიდე იხილავთ და წამზე ნაკლებ დროში აბრიალდება ეს წვერი ბოლიც აქვს და ცეცხლით ეკიდება მომეტავლად მე იწლება კადრი და დათო 33 სანტელს თვითონ გააკეთოს ახლა როგორ ისვამ სახეზე მართალია ბევრმა მათ შორის ჩემმა ნათესავებმაც ადრე მითხესო რატო არ იჩერებსო ჩვენ ერთი რამ მიკვირს რა კარგი შეიძლება დათომ არ გაიჩერა და ატარებდა ხელით ამ სანტელს რა მნიშვნელობა აქვს 30 წამი ეს ალი მოდებული ხო არის სახეზე კიდე მოძრაობაში კიდე გაჩერებული ეს ხო ერთი და იგივეა და ეხლა მთელი
არსი რაში მდგომარეობს ამ ფიზიკის ექსპერიმენტისა, რაც ჩვენთან საქართველოში ფიქსირდება და არცად ამიკითხავს მე პირადად. მოდით გავაჟღეროთ და მერე გავარჩიოთ. ეს ცეცხლი პირველი რამდენიმე დროის განმავლობაში რაღაცა პერიოდის, ესაა ლაპარაკი 5-დან 10 წუთამდე, 15 წუთამდე უცვალობის ეფექტს ატარებს. წარმოიდგინეთ იგივე სანთელი, რაც მიქაელ ჩიქოვანმა მანეკენზე გაატარა, ზუსტად იგივე ძაფი არის, ზუსტად იგივე სანთელია, ოღონდ 33 წალი. რამდენად გაძლიერებული ალი იქნება, ხო? ტარდება ერთი და იგივე ადამიანის სახეზე. აქ შევიცვალოთ ისევ ზარია. გისმენთ, ეთერში ხართ. ბატონო დავით, ბატონო გიორგი. იცოცხლე ბატონო. მოგილოცავ. გილოცავ. ახარებული ბედნიერებები ვიყავდეთ. თქვენთან ერთად. ადამიანები. გაიხარა. აი თქვენმა ტელევიზიამ და თქვენმა ეთერმა მიიყვანა ეკლესიაში. და დამოწმებია ეკლესიაში ასე მეტაო. ასე ყოფილიყოს ყველა ნახევარი საქართველოს. გაიხარე. მადლობა უფალს. არ გაბრძანდებოდა. იცოცხლე, ჩემო ბატონო, ავდგომისა, არ მადლი არ მოკლებოდეთ თქვენ და თქვენ ოჯახს. სიხარული, მთელი 50 დღე და უგულისამდე. ეხლა ძვირფას ტელემაყურებლებს წარმოიდგინეთ 33 სანთელზე და 1 სანთელზე ვლაპარაკობთ ერთი და იგივე მასალისგან. ეხლა აქ რა ხდება? აი ეს ფოკუს-მოკუსები, რაც ქალბატონმა ეთერში რო დაარეკა და ბრძანა, კეთდება როგორნაირად. ხან სპირტს აიღებენ, ბამბაში შერეულს 1000 გვარ ნივთიერებისგან, ქიმიური ელემენტებისგან აკეთებენ და ლურჯ ალს წარმოქმნიან. და ეს ლურჯი ალი მართლა ისეთი ცვლის სითბო აქვს, რომ არ წავს ადამიანს რაღაც კანსას და არაფერსაც. არსებობს ამის გაკეთება შეიძლება. დაუკლოვდა ცვლის სითბო ელემენტარული. ყველა ქიმიკოსი გეტყვით ამას. მაგრამ აი აქაც კი უფლის დიდება რაში გამოჩნდება და ჩემი დავითის ღიმილი ისე მახვევებს ხოლმე, რომ წარმოიდგინეთ მერე თუ არ ჩაერიეთ გარედან, არ შეცვალეთ ისე ქიმიური შემადგენლობა იმ ცვისითბოსი და არ ნივთიერების, ის ვერასოდეს ვეღარ დაწვავს მომავალში. გეკაოზე იყავი. ცეცხლი და არც დაგწვავს და არც გაცხოვნებს, ესე რომ ვთქვათ. ეხლა რა ხდება და ჩვენი ცეცხლი ასაკეთებს, რომ 10-15 წუთი ადრე უფრო 20 წუთი იყო და საათობით არ წავდა, ამ ვადის გასვლის მერე საქართველოში ხო ჩამოაქვთ, მიიტანეთ ისე მწვალი ხდება. აი ეს მომენტი ზუსტად იმისთვისაა, რომ ის ფოკუსი გააკარწყლოს. შეიძლება შექმნა ესეთი ცეცხლი, რომელიც დაწვავს, მაგრამ ვერასოდეს ვერ შექმნით. არ დაწვავს, რომელიც ხო არ დაწვავს ბოდიში და ვერასოდეს ვერ შექმნით ეს ცეცხლს, რომელიც ჯერ არ წვავს და შემდეგ თავისით გარედან ჩარავის გარეშე ხდება მწველი. აი უფლის დიდება. ეს არის ექსპერიმენტული ფიზიკა და თუ კიდე ეხლა დამიწყებთ ფიზიკოსებს მიმართავ მე მოდით ნუღა დამელაპარაკებით საერთოდ და თქვენ მეცნიერებას მიხედეთ რა. თუ ეს მეცნიერება არ არის. გისმენთ ეთერში ხართ.